ახალშობილის პირველი ჩასუნთქვა. როცა ბავშვი დედის მუცელშია, ის ჟანგბადს დედისგან პლაცენტის საშუალებით იღებს. მას ფილტვები აქვს, მაგრამ დაბადებამდე არ ფუნქციონირებს. ესე იგი, არ ფუნქციონირებს მცირე წრე. ის პლევრალური სითხითაა სავსე. როდესაც ბავშვი იბადება და ექიმები ჭიπლარს ჭრიან, ეს კავშირი წყდება და ბავშვი საკუთარი თავის ანაბარ არჩება. ამ დროს ნახშირორჟანგი იწყებს დაგროვებას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუნთქვის ცენტრს გააქტიურებს მოგრძო ტვინში. როცა ახალშობილი პირველად ჰაერს ჩაისუნთქავს, მისი ფილტვები, რომლებიც აქამდე სითხით იყო სავსე, ჰაერით ივსება. ახალშობილთა ტირილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ფილტვებში დარჩენილი სითხის გამოდევნას შეეხმარება. ამის შემდეგ ფილტვები საბოლოოდ იხსნება და სუნთქვა რეგულარულად იწყება. ეს იყო ვიდეო გაკვეთილი სასუნთქის სისტემის შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტევოთ საინტერესო სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.